თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. 1. პირველი ნაბიჯი არის კომპიუტერის გამორთვა და ენერგიის წყაროს გამორთვა. დარწმუნდით, რომ ლეპტოპი სრულად გამორთულია და არ არის დაკავშირებული ელექტროქსელთან. 2. შემდეგ მოამზადეთ სამუშაო ადგილი. შეიძინეთ საჭირო ინსტრუმენტები, როგორიცაა screwdriver, პინცეტი და ანტისტატიკური რემენი, რათა თავიდან აიცილოთ ელექტროსტატიკური დაზიანება. 3. გააკეთეთ დიაგნოსტიკა. შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო პროგრამები, როგორიცაა JPUS ან MC Afterburner, რათა შეამოწმოთ თქვენი JPUS მდგომარეობა. ეს ხელს შეუწყობს იმის გაგებას, არის თუ არა საჭირო რეგულატორის შეცვლა. 4. გააღეთ ლეპტოპის უკანა სახური, რათა მიაწვდოთ ცუდომა მის შიგთავსზე. ამისათვის გამოიყენეთ სწორი ზომის screwdriver და ყურადღებით მოხსენით ყველა თხელი მუცუკი. 5. როდესაც სახური გაღებულია, მოძებნეთ კბილ და რეგულატორი. რეგულატორი შეიძლება იყოს დაფარული სხვა კომპონენტებით, ამიტომ ყურადღებით მოაშორეთ საჭირო ნაწილები. 6. როდესაც რეგულატორი ხელთ გაქვთ, შეამოწმეთ მისი მდგომარეობა. თუ ხედავთ დაზიანებებს ან არასწორ მუშაობას, დროა მისი შეცვლა. 7. მოიძიეთ ახალი რეგულატორი. დარწმუნდით, რომ ის თავსებადია თქვენს SSTF Gaming 15 მოდელთან. კარგია, თუ შეიძენთ ორიგინალურ ნაწილებს. 8. ახალი რეგულატორის მონტაჟი დაიწყეთ. დააყენეთ იგი იმავე ადგილას, სადაც ძველი რეგულატორი იყო. დარწმუნდით, რომ ყველა კონექტორი სწორად არის დაკავშირებული. 9. როდესაც რეგულატორი დამონტაჟებულია, შეამოწმეთ ყველა სხვა კომპონენტი. დარწმუნდით, რომ არაფერი არის დაზიანებული და ყველა კაბელი სწორად არის დაკავშირებული. 10. დახურეთ ლეპტოპის სახური და დააკრიფეთ ყველა მუცუკი, რომელიც მოხსნილი იყო. 11. ჩართეთ ლეპტოპი და დარწმუნდით, რომ ახალი რეგულატორი სწორად მუშაობს. გამოიყენეთ იგივე დიაგნოსტიკური პროგრამები, რათა შეამოწმოთ JPUS მუშაობა. 12. თუ ახალ რეგულატორთან პრობლემები გაქვთ, შეიძლება დაგჭირდეთ პროფესიონალური მომსახურება. მანქანების ტექნიკოსები შეძლებენ უფრო ღრმა დიაგნოსტიკას და საჭირო შეკეთებებს. 13. საბოლოოდ, ნუ დაივიწყებთ რეგულატორის შეცვლის შემდეგ კომპიუტერის გაცვლას ან საჭირო პროგრამების განახლებას, რათა უზრუნველყოთ ოპტიმალური მუშაობა. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.